რაღაცები, რაც არ უნდა გავარომანტიზიროთ. ჩემი სუბიექტური აზრი იქნება. პირველი დიეტები, სისუსტე. დღეს იცი მე ერთი პატარა იოგურტის გარდა არაფერი არ მიჭამია. ვაუ, შეგაქოთ უნდა? Eating disorder. იცი რა არის eating disorder? არის კვებითი აშლილობა, რომელიც უეჭველი მოყვება შენს შიმშილობას. მეორე დეპრესია. ძალიან ცუდად ვარ. ყველას ვესესხები, ყველა ისა, ცხოვრება უსამართლობა, ან მსხვერპლად რო გამოყავს თავი, რომ მე იცი როგორ ცუდად მომექცა ცხოვრება, მე იცი ასე. ანუ კი, ვიცი რომ მესმის რომ არის ძალიან ცუდი ისტორიები, სადაც მართლა რომ ატკინა ცხოვრებამ ადამიანს. ის წუწუნის ნორმალურია, იწუწუნე ხო, ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე, მაგრამ სულ უნდა იწუწუნო ადამიანმა? არა ხო? უნდა აიღო პასუხისმგებლობა შენს ხელში ხალხო და რატო გვიყვარს წუწუნი და დეპრესია მაქვს მე, არავინ არ მიშველის. ეგრე იფიქრებ, ეგრე იქნება. რატო გქონიათ რომ მე ვიცი ფილმში ვცხოვრობ და მოვა პრინცი და გადაგარჩენს მოვა ადამიანი რომელიც გეტყვის რომ იცი რა მე ვაფასებში რომ შიმშილობ მე ვაფასებში რომ დეპრესიაში ხარ და ზე ხელს მოგისვამს და გეტყვის რომ კაი გოგო ხარ კაი ბიჭი ხარ ზურეთე ხო გთხოვთ ნუ ხართ მსხვერპლის როლში ცხოვრება მატკინა ადამიანები ცუდია კი ადამიანები ცუდია კი ცხოვრება გატკინს მაგრამ უნდა ნახო გამოსავალი რა კი შეგიძლია იწუწუნო კი შეგიძლია იყოს ცუდად მაგრამ დიდხანს ატო ჩერდებით ხალხო please ნახეთ გამოსავალი please აიღეთ პასუხისმგებლობა შენს ხელში არანაირი ჰეიტი უბრალოდ მართლაც მეც გამომიცდი ეგეთ რაღაცები რომ ყველა დამნაშავე ყველა მასე მომექცევით რომ ესენი აუძლებელი მართლა ეგრე იყო იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო არასწორი ჩემს მიმართ რა ვინც მექცევდა ცუდად მათ მქონდა არასწორები იყვნენ მაგრამ მე ხვდი მაინც რომ ბოლოს მაინც მე თუ არ იმოწმინდი რა არ ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს ხელში დამიჯერეთ ხალხო ნუ გონიათ რომ ვინმე გადაგარჩენს არა შენ თავად გადაეშენ შენ თავი მიეცი შენ თავს დრო კაი მაგრამ შენ თავის გარდა ნუ გაქვს სხვაზე იმედი რა იმდენიც რომ ვაუ ამის გარდა მე ვეღარ ვიქნები იმედი გაიგეთ რა